მოდის სამედით ხალხო. აი, გუშინეს ვიყიდე. ხოდა არ ვიცი როგორია. ესეც სამედია. ვაა. უშაქროა. ეს ქიშმიშებია. ხილცა. აბარე. ნუში სპანდალი. ხილცა. Oh my god. Super. გავიცხელე. ეს მოხს. ამდენ გრამია დარჩენილი. 71-ია 5-იანი. Вот, а это не клубно. Самый грамм, это схожу джамы, 15 грамм. Seriously. თან ორივე უშაქროა. ვითომ შაქარს არ ვჭამ. სადაც შეიძლება ვავჭამ, იქ ავჭამ. Καφέ λίγο. არა, ინდუსი იყო მგონი. მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი ცისიას კომენტარს 11 ლარი მარტო მარწუს უნდა მერე დანარჩენი კიდევ 4 ოჯახის წევრი და 1 ჭამა რა ჯდებაო. მინდა ვთქვა რომ მე როგორც დედას როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს და როგორც მარათონის შემქმნელს მაქსიმალურად გათვალისწინებული მაქვს აბსოლუტურად ყველა ეს დეტალი და ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. რეალურად ჩვენ როცა გვაქვს ჭარბი წონა და დასაკლები კილოგრამები ძალიან დიდი ზიანი ათელობას. იმიტომ რომ როგორც წესი ჭარბი წონა არ მოდის ჯანსაღი ან მცირე ოდენობის საკვებიდან. ჭარბი წონა უმეტესად მოდის არაჯანსაღი საკვებიდან, გადამუშავებული საკვებიდან, როგორც არის ტკბილეული, ცომეული, ნახშირწყლები ძირითადად ტკბილეული და ტრანსცხიმები, რაც რეალურად ძალიან დიდი ზიანის მომტანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მერე ამ ჯანმრთელობის გამოსწორება, მაგალითად პრეპარატებით, ძალიან ძვირი გვიჭდება და ჩვენი ცხოვრების ხარისხს ძალიან აუარესებს. შესაბამისად, მე თვითონ როგორც შვილების დედამ გადავწყვიტე, რომ მეზრუნა ამაზე არა მხოლოდ ჩემს თავზე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებსაც. მე უკვე წლების განმავლობაში
ვცდილობ, რომ ჩემი ოჯახი მაქსიმალურად შევეცადო, რომ ჯანსაღად ვყვებო, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ შემცირებული მაქვს ცხიმები რაციონში, ვცდილობ, რა თქმა უნდა, ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც ვყიდულობთ იგივე ტკბილსაც და ცომსაც, მაგრამ ვცდილობ, რომ ძირითადად ყოველდღიურობაში ასე არ იყოს და საკვები იყოს სახლში. მარწყვი ახლა მე არ ვიცით 11 ლარად შეიძლება არის სადმე, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრი მაგალითად დადის ბაზარში, საიდანაც მოაქვს ხოლმე მარწყვი. თუმცა მარწყვის საშუალება შეიძლება მართლაც არ ქონდეს ვინმეს, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაში მარწყვი 3 ლარი და 2.5 ღირდა, მაგრამ ეხლა მაინც გაცილებით ძვირია, ამიტომ ესეც გათვალისწინებული მაქვს მე და ჩემს მარათონში მაგალითად მარწყვის ნაცვლად ადამიანს შეუძლია ეთჩიოს ვაშლი. ვაშლი ყველა სეზონზე არის და ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და სარგებლიანობითაც ძალიან კარგია, ვიცით ყველამ ვაშლი. ანუ მე ჩემს მარათონში მაქსიმალურად მაქვს ისეთი საკვები, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. არ მაქვს ისეთი საკვები, მაგალითად კინოა და ანუ ისეთი, რომელიც არის ძვირი და შეიძლება ვიღაცამ იყიდოს და ვიღაცამ ვერ იყიდოს. სხვათა შორის ამის გამო მისაყვედურეს კიდევაც, რომ ავოკადო რატო არ არის. და ანუ ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ჩვენს გარემოს მოვარგო და მე ის ავოკადოც ჩავსვი და ვისაც უნდა აირჩევს იმას და ვისაც უნდა სხვა მენიუს აირჩევს. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ცილები გვაქვს, ცხიმები, ნახშირწყლები, ყველაფერი ჯანსაღი და ხელმისაწვდომი გვაქვს და დამიჯერეთ, აი რომ შეადაროთ და რომ გადახვიდეთ მაგალითად ჯანსაღ კვებაზე და არ იყიდოთ ის საკვები, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, ანუ გამომცხვარი საკვები, ასაწონი ტკბილეული, რომელსაც ასევე აქვს შაქრები და ტრანსცხიმები. და ანუ სახლში მოხდეს მაგალითად მომზადება საკვების, ვიყიდოთ ხილი, ბოსტნეული, იგივე ტკბილი ჩავანაცვლოთ. ახლა აქ მე რაც მედო დესერტი, რომელზეც ეს დაიწერა, რეალურად ამას 100 გრამი მარწყვი ედო ზედ მარტო და შესაძლებელია რომ ვაშლი იყოს ან ბანანის ნახევარი იყოს, ეგ არ არის პრობლემა და კაკაო ქონდა 1 სუფრის კოვზი. ხო და იმის თქმა მინდა რომ ანუ როცა ჩვენ ამას ვსწავლობთ, ჩვენი ოჯახით სწავლობს ამას, ანუ ჩვენ ხო გვაქვს და შეგვექმნა ეს პრობლემა, არასწორი კვებითი ქცევა, რომელმაც მიგვიყვანა ჭარბწონამდე. ჭარბწონას ადამიანები მიუყავართ ჯანმრთელობის პრობლემებთან. მე მაგალითად ინსულინ რეზისტენტობა მქონდა წლების განმავლობაში, სანამ წონა არ დავარეგულირე და კვება არ გავასწორე, ხო? და ნახეთ, მე არ მინდა რომ ჩვენ შვილებს, ჩემ შვილებს იგივე ქონდეთ, ხო? მე მინდა რომ ჩემმა შვილებმა ბავშვობიდანვე სწორი ჩვევები ჩამოიყალიბონ და მაგალითად იცოდნენ, რომ როგორ უნდა შეიდგინონ თებში, რომ ეს იყოს ჯანსაღი. ყოველთვის შეიძლება ნაკლებად, ანუ უფრო ბიუჯეტური ვარიანტების მოძებნა, ეს არის მითი რეალურად, რომ ჯანსაღი ცხოვრება ძალიან ძვირი ჯდება. ასე არ არის, ჩემს მარათონში გოგოებს თავისი ოჯახებიც ესე გადაყავთ ნელ-ნელა, როგორც მე ვარ და როგორც ჩვენ ვართ ამ დაბალანსებულ ჯანსაღ კვებაზე. და ეს არის ძალიან კარგი, ასევე თვითონ გოგოები ბევრს რომ მოძრაობენ და ფიზიკურად აქტიურები არიან, ბავშვებიც დაყვებიან, ბევრს დადიან, მოძრაობენ. ანუ წარმოიდგინეთ ჩვენი შვილები, ჩვენი შემდგომი თაობა, თუ კი მაგალითად ისე გაიზრდება, რომ სწორი კვებითი ქცევა ექნება, ფიზიკური აქტივობაც ეყვარებათ, ანუ სასჯელი კი არ იქნება, არამედ ეყვარებათ. წარმოიდგინეთ რამხელა რაღაცას აირიდებენ თავიანთ, ანუ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ. ამ ჯანმრთელობის პრობლემებს რამდენი დრო მიაქვს, რამდენი ფული მიაქვს, რამდენი ენერგია მიაქვს და მე ის ჯანმრთელობაც ან სწორდება, გამოსწორდება და დაბრუნდება ისე როგორც იყო და ან არა, იმის მიხედვით რამდენი წელი ვაზიანებდით ჩვენ ჯანმრთელობას და მე ვთვლი რომ ჯანსაღ კვებაში და საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაში ჩადებული თანხა ერთ-ერთი ყველაზე სწორი ინვესტიცია, რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა ჩადოს, იმიტომ რომ ეს ჩვენს ჯანმრთელობას და ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას და მათ სიცოცხლეს ეხება და ჩემს მარათონებში კიდე აი ხომ გეუბნებით, ვეგეტარიანელებიც გათვალისწინებული ყავს, მათთვისაც გვაქვს მენიუები, სამარხო მენიუებიც გვაქვს და ანუ ალტერნატივები გვაქვს ისეთი, რომ ადამიანმა შეძლოს და მონდომების შემთხვევაში გააკეთოს ეს. და როცა მაგალითად
ძალიან ესეთი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მაგალითად ძალიან ბევრი იყიდება თუნდაც სიგარეტი, რომელსაც შეფუთვაზეც აწერია, რომ კლავს, მაგრამ ადამიანები ყიდულობენ ამას და არ საუბრობენ იმაზე სამწუხაროდ, რომ ეს რაც ძვირია და მოდი ამას აღარ ვიყიდი, მით უმეტეს როცა ბავშვები უყურებენ ამ ჩვევას, ხო და მათთვისაც ეს შეიძლება ნორმა გახდეს, მაგრამ აი მაგალითად მარწყვი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიძლება იყოს ესე სათქმელი, რომ ეს ძვირია და ამიტომ საჩემო არ არის, ასე არ არის ჩემო თვითფასება, რეალურად კიდევ გავმეორდები, რომ შესაძლებელია მოვძებნოთ გზები და ალტერნატივები საკვების და გზები, როგორ მოვამზადოთ მეტად ჯანსაღი და გემრიელი საკვები ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. მე მართლა მაქსიმალურად ვცდილობ, აი ჩემი მარათონის გოგოები დამეთანხმებიან ამაში, მაქსიმალურად ვითვალისწინებ ყველა ადამიანს, რამდენადაც შესაძლებელია ცხადია მარათონის ფარგლებში ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში, ენერგიაზე ყოფნას და რა თქმა უნდა სასურველ წონაზე ყოფნასაც და ეს კიდე ჩვენს ხელშია გოგოებო და ვისაც გინდათ რომ გემრიელად დაიკლოთ თქვენი ყვებითი ქცევები შეცვალოთ, გახდეთ მეტად აქტიური ფიზიკურადაც და საერთოდ აი სხვა ადამიანი თითქოს ხო არაფერია, მაგრამ აი მეც მაგალითად და ბევრი ჩემი გოგოც ამას ამბობს, რომ თითქოს სხვა ადამიანი ვარ, იმდენად ენერგიული ვარ და იმდენად მოტივირებული ვარ და იმდენად კარგად ვარ, რომ ასე მოქმედებს ჯანსაღი აზროვნება, ჯანსაღი ყვება და ფიზიკური აქტივობა. ანუ ორგანიზმი ამას მალე გრძნობს და მოყვება და მადლობას გიხდის და რა ვიცი მე მგონი ღირს ამ ყველაფრად ხო და ვისაც გინდათ მომწერეთ პირადში მიღება მარათონში გრძელდება და ახალ ივნისის მარათონს ვიწყებთ 16 ივნისს გელოდებით ადგილები შეზღუდულია. კაფე იყო? არა, ინდუსი იყო მგონი. მოგესალმებით. ნახეთ, ჩემს მარათონში მე გასწავლით, როგორ იკვებოთ ისე, რომ ყველაფრის ჭამას შეძლოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ დღე ხინკლებს შეჭამთ, არა, ნამდვილად არა. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ როცა განსაკუთრებული დღე იქნება, როგორც ახლა მაგალითად არის ჩემთან, თქვენ შეძლოთ შეჭამოთ ყველაფერი, მაგრამ არ მოიმატოთ წონაში, ანუ თან იყოთ გამხდარი, თან დატკბეთ საყვარელი საჭმლით და თან შეინარჩუნოთ სასურველი ფორმა. Sorry. Sokos. ასე რომ ვისაც გინდათ ისწავლოთ იმ კვების ჯადოსნობა, რომელსაც თან ჭამ, უნდა თან ხარ გამხდარი და ჯანმრთელი მომწერეთ. შემოგვერთით ჩვენს მარათონში, რომელიც 16 ივნისს იწყება და არ აქვს მნიშვნელობა იმას მე ლამაზად ვჭამ თუ არა ლამაზად. იცით რაზე უნდა გამახვილოთ თქვენ ყურადღება? იმაზე თქვენ ეს ცოდნა, რასაც მე მოგცემ, როგორ, რაში და რამდენად გამოგადგებათ. ჰაიუშკი, ჰაიუ. ესე იგი მივდივართ. ხვალ არის იკას დაბადების დღე. და ჩვენ მივდივართ, ხო რა ვიყიდოთ? ხო. კი, მომეხარ. უთხარი ბაბა. რა? ნამანამან. რომელი ფერი და შავი შავიდინა. შავ-თეთრი უნდა. შავ-თეთრი ამანამა. შავიდინა. კი, გამოჩ. თეთრი, შავ-თეთრი. მე მინა თეთრი. თეთრი? ვიკიდო. ხვალ არის დაბადების დღე და ხვალ ვიყიდოთ, კაი? ხო და ეხლა გვინდა რომ ყველი ვიყიდოთ. ია, მე ვიცი. სამი. სამჩ. უი! აბა დავაფიქსიროთ. არ დავაცადეთ. მოიცადე, წამოდი ნახე კატები, ნახე. კატები. ვაიმე რა ხოყარი. მართლა ყოჩაღამას. ხალი ეს ყოფილა. რა? ტუანე. აკიანე. ხოთა მოკლედ, ეხლა უნდა ვიყიდოთ ყველი. იმისთვის რომ ხვალ გავაკეთო ხაჭაპურს, კაცი მოკლას მიპირებს 2 კილო ყველის ხაჭაპური. რავი, ნაკლები ვიყიდო თუ. რა? რამწვანე, კაცი, რამწვანე. ტუანე უყვარს შავ-თეთრი. მამა. რა უნდა ბწვანე დე? ტუანე ენჩათეთი.
რა. ტორტი? წვანე ტორტი? წვანე ჩანთა გინდაო, ჩანთა. რატო არ მოგაქო, იმას გეუბნება, რომ დაგვაქვს. არა უშავს, რა დაგვაქვს. არა უშავს. ხო და მოკლედ ხალხნო. ეჯონა. ყველი უნდა ვიყიდოთ და სამწვადე. აბა ისე როგორ? სამწვადე. რა. ეხა ხინკალი შევუკვეთე. ხინკალი გაუძვირებიათ ხალხნო. ესე იგი ადრე 80 ხინკალს ყიდულობდი 127 ლარად, ანუ გამოძახებით მოტანიანად სახში. დღეს 60 ხინკალი, აქედან 20 სოკოსი. მაშინაც 20 სოკოსი იყო ხოლმე. ესე იგი ვიყიდე, ეხლა 60, ვიყიდე 140 ლარად დღეს. არ ჩახტე, კაია, ისე მაგაია რომ არ ჩახტე. აი სად? გაიარა ნაკლებადაა წრან. ხოდა მოკლედ. ეს იძახის სამწვადე აღარ გვინდა, რადგან დღეს ის ვიყიდეთ, ხო, მანქანა მოდის იკა. რადგან დღეს ის ვიყიდეთ, ხო რა ქვია, ხინკალიო, აღარ გვინდაო მაშინ. სამწვადე. მაგრამ მე ვამბობ, რომ მე მაგალითად სულ არ მინდა ეს ხაჭაპური. საერთოდ. მინდა მწვადი. გეზარება შეწვა? იმაში შევწვა გრილში თუ გეზარება. იქ რას? პორს გააფუჭებ. ესე შემნაირი. ანუ არ გააფუჭებ, იქაც გემრიელი გამოდის, მაგრამ ხა ნუ ნაკვერჩხალდა შემწვარი. სხვა თემა როა ეხა. მე ხო ვიცით ყველა. ხო და მოკლედ ესე. ესე და ამგვარად ჩემო კარგებო. იმედი კაი ხორცი იქნება, თქო და ხვალ ვიყიდი. თუ ახლა არ იყო რა ვიცი. თუ არ მომეწონა, მე ვიცი ხორცის ცნობა. ტორტი გვექნება, ხაჭაპური და მწვადი. ნუ სალათა. კიდე პომიდორი ეგ ბაზა და შოთი და ყველი. ცოტავიდა. აი, კლავი მომძრა ისე მეთქინა, ეს ტელეფონი მიჭირავს. რამდენი კილო იგა? გვინდა თუკი. რა გვინდა? რა გინდა აბა? ესა ბოჭია ხატია. ბაჭირა ხატია მაგიტო? აძვირია. ძვირი კი არის. მაგრამ გინდა? მოკლედ. ვიდეოს ტიპიძაში. სამსაყარო ადგილას. გამარჯობა. გამარჯობა. Cheese. Why is this red Domino's button kaçanı tabii. there? Why is this red button do? Şöyle sen. მოდა მაიმუნი. აბა ხახა. თქვენი აზრით ეს ხე რამდენი წლის იქნება, ნახეთ? აი? კი, პატარა ხე. აქ მოტეხილია. აქეთაც. ნახეთ. ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს. You look like even a cat. აი ხალხო, ამ საქანელასთან მოვედით. ბავშვი ადგა. ხო და ისა რო ადგა, დავინახეთ ველოდებოდით თვითონს, ორი საქანელა, მესამე იქ ჩამოხსნეს, აღარ არის. ხო და ადგა ეს ბავშვი და ევა მოვიდა, ანუ მიდიოდნენ უკვე რა და ევა მოვიდა დაჯდა და ამ ბავშვმა რო დაინახა, რომ ევა მოვიდა და დაჯდა,
მოვიდა და ევას დააჯდა ზემოდან თვითონ. რა ევა აეყენებინე და ევა წადგა. არ ვიცი თუ დაკვირვები ხართ უძდელი და უხეში ადამიანები თავზე გადამხტომები, ეგრე იქცევიან და ჩემი შვილები კიდე ეგეთები არც ერთი არ ყოფილან და ესეც არა, რა თქმა უნდა და არდგა. ხო და ანუ აქ დგას ორივე მშობელი, ზრდასრული ადამიანი, დედაც და მამაც. ხო და მეორე დაც ყავდა, პატარები იყვნენ ევაზე 3 წლის პარაგრაფში ალბათ და ანუ ეს მეთქი ცუდი საქციელია მეთქი შენი ეზო არ არის აქ თქო იმ ბავშვს უთხარი, იმიტომ რომ დედამისი და მამამისი არაფერს არ ეუბნებოდნენ და იცინოდნენ. ხო და ისა შენი ეზო არ არის მეთქი და შენ ხო ადექი კატავე მეთქი რა ხა ბავშვი უნდა დაჭერს ხო და ევას ვთქარი რომ სხვა დროს ესეც რომ დაგაჯდება უძდელი ბავშვი მეთქი დედამის და მამის საკითხი ადგილი არ დაუთმო მეთქი იმიტომ თქო რომ ეგრე ყველა თავზე გადაგახტება ცხოვრებაში ხო და ხო აბა რა შენ უნდა გაიცვალო დედამის ანუ ნახევად ირონიულად ხო რა მაგრამ ანუ არ მიაქცია მაგას ყურადღება ხო და ისა მე მეორე დაც აქიდგა და ევა ეუბნებოდა ადექიო იმას და არა ეს მეორე დაყვიროდა რომ შობლები იდგნენ აქ და იცინოდნენ ხალხო და მე იქით მოშორები და იგი ხარეს მაია მოდოს დადგნენ არა არ მომწონს მე ცუდი საქციელი უძდელი ბავშვები ხო და ანუ ბავშვმა რა იცის ბავშვმა ცუდად იქცევა და ნახა რომ ცუდად მოიქცა სხვას ცუდად მოიქცა და მშობელი იცის ანუ მშობელს ეს მოსწონს და ბავშვი როგორ უნდა მიხვდეს რომ არასწორად იქცევა როცა მშობელს ეს მოსწონს ხო და მე ძალიან დიდხანს იჯდა ეს ბავშვი აკატაობდა და რა შევატყე რომ არ ადგებოდა მე და ევა აგერ დავჯექით რომ ველოდებოდით აგერ ხო და ვუთხარი დავუძახე მშობლებს და ვუთხარი რომ იქნება ააყენოთ მეთქი რა ამიტომ რომ ძალიან ცუდი საქციელია თქო ეს იჯდა და ზედ დააჯდა თქო და ეგრე იმას არ მინდა მეთქი რომ ჩემი შვილი ამას მიეჩვიოს მეთქი რა რომ ვიღაცა ესე და მამამისმა ევა შეხედა და ესა რა წახვიდეო და სასწრაფო არ გინდაო შენ რო წახვალო ადგებაო სპეციალურად აკეთებსო ხო და მე ვთხარი, ანუ კიდევაც უნდა დაერთმო აზრ, ხა ის თავზე გადაახტა და კიდევაც უნდა დაერთმო. ვთხარი თქვენ მეთქით, თქვენ შვილს მოურიგდით და მოელაპარაკეთ, ხო? ხო და სახე აელეწა და წამოწამდი, მაინც ადგებოდა არ უსმენდნენ მშობლებს, უყვიროდა ის მეორე პატარა რომელიც იდგა, ეს მეორე ადგებოდა რომელიც იჯდა. ხო და ბოლოს ნაყინზე წავიდეთ და აი ესე წაიყვანეს მშობლებმა. აი ესეთი სიტუაცია იყო, აი თუ არ აღზარდა მშობელმა ბავშვი, ხო? და იმიტომ ხდება აი ავალიანისნაირი რაღაცები, ხო? თითქოს ეს ბავშვი პატარაა და რა არაფერი, მაგრამ ანუ თუ არ ვასწავლით ბავშვებს რა არის სწორი და რა არის არასწორი, საიდან გაიგებენ და საიდან ეცოდინებათ, რომ ცუდად იქცევიან და მე თვითონ ცუდად მოიქცევა, ცხოვრებაც მოიქცევა ცუდად და ეს არის სრულად მშობლის ბრალი და მშობლის პასუხისმგებლობა. როგორ შეიძლება ორის დასული ადამიანი იდგა და იცინოდა ამ ამბავს, აი მართლა არ მისმის, ან თვითონ სად არიან გაზრდილები. მაგრამ იქ ხო გძელდება, მაგათ შვილებს მასთები იქნებიან. იქ მოვიდა ბავშვი, საყვარელი და დაჯექი ხო? საყვარელი ბავშვი მოვიდა და მოკრძალებულად გვერდზე დაუდგა ევას და უყურებდა და ვუთხარი რომ მეთქი და დასვით ხო უნდა თქო და ადგა და დასვა ისე გამიხარდა და რომ მოვდიოდით ესა აქეთ განთავისუფლდა საქანე აქ დაჭდა არ გადაობს ხოლმე ამდენ ხარ მაგრამ ეხა დაიტრაუმა მამა გოთხალხო რა ვიყიდეთ აქ არის 2 ხორცი 3 კილო ვაი ახლა აქ ეს ევა აი საფიქრი გაფილარი იკა ეძღოდა მაგრამ არ გაჭია ხატია ეს 26 პასივი ზედირადი ეს აუ ეს აქცია ვარ სამი ორი დავთქო ოპერა ვარაცხო ესენი ეს აქცია შემოყვარს ორ ვარ არის ეს ვამიყიდა ეს კატა ანგელოზია ისეთი ხალხი დადის ამ ქვეყანას ესა ესა და ესა
Yummy, yummy. ახლა არის 1 წუთი. გახდა 9 რიცხვია გახდა 1 წუთი და მან დავდგეთ ხაჭაპურის 3 მოვზილო ძალიან მეზარება, მაგრამ იკასთვის ალბათ საუკეთესო საჩუქრია.